ჩვენთან როგორც გითხარით, კიდე 100 მეტრზე შემოვიდა და ზოგან სრულად წყალში დგას რა. ყველაფერი განადგურდა. როცა ურები გადაბრუნდება ქართულიან და გზა მაშინ გამოჩნდებაო და გაკეთებული იყო წინასა ხარისხიანად ყველაფერი და ამ უბედურებას ავიცილებდით თავიდან. ეს პირველად დაისხა, მაგრამ ეგზირები საერთოდ არ არის. ესენი პატარები არიან, ნორჩიჩოხოსნები არიან. შესაბამისად, თვითონ მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა ფიზიკურად მიიღონ და ამიტომ გადაწყვიტეთ ასე ადამიანური გვერდში დგომა გამოვხატოთ. ქარიშხალის ეტყვა ყველაფერი ხა წყალდიდობა დაემატა ზემოდან რა და მოსავალზეც აღარ არის აქ ლაპარაკი, თვითონ ხეებზეა რომ რამდენად გადარჩება ამ რაღაცა ხედავთ რას გავს და არ ვიცით და ზემოთკენ არის კიდე ჩვენ ზემოთ კიდე ბევრი სხვადასხვა თხილის ბაღების ხეხილის და ასე. სიმინდებს შეხედეთ იქ რა ხდება, აი იქ ზემოთ აჩვენეთ. ნახეთ სადამდე არის, აი აქამდე იყო წყალი რა. რამდენიმე ხევი ადიდა და წავიდა ერთი მაგალითად კი ის ხევი წინანდალი კონდოლისკენ, თელავის ხევი ქვემოთ ჩვენკენ. კავკასიონის ქუჩაზე თელავში ყველას ეცვდება უკვე რაც ხდება და თელი ეს მასა რაც იქ ჭყალებში არ დარჩა, წამოვიდა ქვევით რა თქმა უნდა. ეს ხევი რაღაცა მომენტში ჩვენთან დაახლოებით 700 მეტრში, 800 მეტრში გაიჭედა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის გასწმენდი იყო. ამოვსებული იყო ყველაფრით, თუ კი რამე თავში შეიძლება მოგივიდეს ადამიანს და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განიერია და ძალიან დიდია, ვერ გაატარა ეს მასა. დიდი მასა იყო, მაგრამ იმ ხელა ხევია, რომ აუცილებლად უნდა გაეტარებინა მაინც. რო ყოფილიყო გაწმენდილი. აქ ეხლა ისევ ძალიან თვალნათლივ ჩვენს რა ხდება. ნახეთ, ისევ რამდენი წყალი დარჩა და ეს კაი ხანი იქნება სანამ არ გაშრება. ესე წამოვიდა წყალი ზემოთკენ, ჩვენს ზემოთ რაც იყო ყველაფერი წყალში იყო და მე ოდნავ როგორც წეგან გითხარით, მარჯვნივ წამოვიდა წყალი, იმიტომ რომ აქეთკენ უფრო დადაბლებულია და მაგან გადაგვარჩინა რომ სრულად მესტურიანი არ ესე ვთქვათ წალეკა. აქეთ წამოვიდა და ჩვენ ტერიტორიაზე შემოვიდა აქედან, აი აქ ხეებს ეტყობა, ნახეთ უკვე აქედან შემოვიდა. აი ეს არის ჩვენი ასევე მეორე მესაკუთრე ჩემი მეგობრის თხილის ბაღი არის და სრულად წყალში იდგას და ეხაც ეგ სიტუაციაა და იქიდან ჩამოვიდა წყალი და ეს ღობე გადმოანგრია და წამოვიდა ესე რა. ნუ ეხლა აი ამ ხეს რა დაემართება, გადარჩება, ვერ გადარჩება, აზე არა. პირველ რიგში რა თქმა უნდა ნაცარიერ დაავადება, რომ ეს თხის უჩდება ძალიან ბევრი სინესტისგან და აი განახებთ მე რაღაც ფოთლებზე, ეხლა აქ ზემოთ ჯერ არ არის, ქვემოთ უკვე დაწყებულია. ესეთი უთეთრდებასავით რა. აი აქ ნახეთ რა ხდება, წვეთოვან სისტემას რა ჭირს რა. აქცია კიდე გავიგერო, თქვათ ღრმადო რაღაცა რომელიმე კონკრეტული ბოძი ღრმად არ იყო აქცია და ეს რო გადმოხრილია საერთოდ მეტალი, მაგაზია სიძლიერეს და რა. აი იქ ნახეთ ჩანს სიმაღლე, ხის სიმაღლეს შეხედეთ. წყალი რამ ხელაზე იყო უბრალოდ რა. ანუ სადამდეა ეს თიხასავით ის მასა ასულ. ამას სჭირდება სულ თავიდან ამოყრა ამბოძებს, თავიდან გარემონტება, თავიდან დაკიდება. ხეებს მაქსიმალურად რა ვიცი, მკვებავები, ასე შემდეგ. თან ეხა იმედია რომ ეს წვიმაც კიდე შემდეგ კვირებში კიდე ზემოდან არ დაგვამატეს. ცოტა თუ არ შეშრა ეს ძალიან რთულია რომ რამე გააკეთო. ნუ ძალიან დიდი ზარალია. ეხა ამ ზარალის დათულა ძალიან რთულია, იმიტომ რომ წყალში ვდგავართ ეხაც როგორც ხედავთ და ეს უნდა რაღაცა ცოტა გაშრეს, შემოვიდეს ადამიანი პროფესიონალურით ამაში ერკვევიან და შეაფასონ რა. პირველ რიგში რა მომხდარიყო, ეს რაღაც რომელიც არ მოხდა და ნუ დღეს კი ნელ-ნელა დაალაგდა მესამე დღეს, ანუ გუშინ არავინ არ მოსულა ჩვენამდე. უნდა მოსულიყო პირველ რიგში ადამიანი, ვინც ერკვევა რა ტიპის პრობლემაა. რომ ეს წყალი რამდენი ტრაქტორი ჭირდებოდა და ასე შემდეგ და გამოეგზავნათ იმის და მიხედვით ტრაქტორები, ეგ არ მომხდარა რაღაცა ჩვენ დავეხმარეთ რომ რაღაცა შეფასებაში რომ რა ტიპის ტრაქტორი და ტექნიკა იყო საჭირო და მე ეხა უკვე როცა ეს პრობლემა დაალაგდება და წყალი შეწყება და ეს ოდესღაც აშრება, მე უნდა რაღაც შეფასდეს ზარალი ადამიანების როგორ დაზარალდნენ რა. თუ რამე შეიძლება რომ ამით ადამიანებს ეშველოს და დაეხმარონ, რა ვიცი, რა თქმა უნდა, ანუ მე რო სახელმწიფო ვიყო და ამ შემთხვევაში დავეხმარებოდი ადამიანებს, მაგრამ არ ვიცი ვინ როგორ მოიქცევა ამ შემთხვევაში რა. იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი ზარალია და ეხაც დღემდე ნებისმიერი ეხა მარცხნივ რო წავიდეთ,
ჩვენ ზემოთ რო ავიდეთ, ჩვენი ტერიტორიასთან ერთად არის, არ ვიცი, დაზღვევა ამას ამ შემთხვევაში აქ არანაირი დაზღვევა არაფერს არ ანაზღაურებს, თან მით უმეტეს წარმოგიდგენთ, ხა ბევრი პატარა ფერმერია, რომელსაც ზოგს 9 ჰექტარი აქვს, ზოგს ასე შემდეგ. ხო და სტიქია როდესაც სახელმწიფო უნდა ჩაერთოს საქმეში, ხო ეგრეა, რომ რაღაცა მოხდა გაუთვალისწინებელი, წარმოუდგენელი და დაეხმაროს ადამიანებს, ვისაც ეს დაემართა. წესით ესე უნდა მოხდეს. ჩვენ ვართ პატრიარქის ნორჩი ჩოხოსნები. და მოგეხსენებათ რამოდენიმე დღის წინ რაც მოხდა თელავში და ასე გადავწყვიტეთ, რადგან მთელი კახეთი შეიკრიბა და ყველა გვეხმარება იმაში, რომ თელავმა დაიბრუნოს თავისი ლამაზი იერსახე. და რაც შეიძლება მალე გასუფთავდეს და დაწყრიალდეს აქაურობა, ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენებურად, ჩვენი რესურსით, ესენი პატარები არიან, ნორჩი ჩოხოსნები არიან, შესაბამისად თვითონ მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა ფიზიკურად მიიღონ და ამიტომ გადავწყვიტეთ ასე ადამიანური გვერდში დგომა გამოვხატოთ, ცივი ყავა, ცივი ჩაი, წვენები, თათარა, ჩურჩხელა და ყველაფერი, რაც შეიძლება რომ ადამიანს მიართვა და თან უთხრა მადლობა. ზოგადად ვისაც დავინახათ, რომ რამე მონაწილეობას იღებს, ყველას ვეხმარებით აბსოლუტურად და მადლობას ვუხდით. მოსახლეობა დაზარალდა, მით უმეტეს კომერციული ფარქები დაზარალდა, მაღაზია, აფთიაქები დაზარალდა და ეს როგორ იქნება მთავრობის პრეროგატივა, მისი ანაზღაურება, როგორ იქნება ჩვენი წინაპრები ისტორია რო წაიკითხოთ, ხო, მიგვითითებენ, რომ ძალიან დიდი იცი სადიდება თელავის ხემა, დიდი გადაუღებელი წვიმების შედეგად და მით უმეტეს როცა ხედავ დასახლებული ადგილია, ახალი უბანია, უნდა გაკეთებული იყო ეს თავიდანვე აღმაღლებული იყო კალაპოტი და ეხლა უფრო მეტი ხარჯი დაჯდა, ხო? აი ეს არის ჩვენი უბედურება. როცა ურევლი გადაბრუნდება ქართულიან და გზა მაშინ გამოჩნდებაო და გაკეთებული იყო წინასწარ ხარისხიანად ყველაფერი და ამ უბედურებას ავიცილებდით თავიდან.